ამოცანა 1/16 პირველი 5/2 ხარისხად -1 გაყოფილი -1/1 ხარისხად -2 5 + 5/6 ხარისხად -1. მოქმედებები უარყოფით ხარისხზე. 5/2 ხარისხად -1, ანუ უარყოფითი ხარისხი ნიშნავს შებრუნებული რიცხვის ხარისხს, ანუ 5/2 მაგივრად დავწერეთ 2/5 და ეს უარყოფითი ხარისხი მაჩვენებელში მოშორდა. გაყოფილი აქ -1/1 მაგივრად წილად გადავაქციოთ და დავწეროთ -3/2 ხარისხად -2 პლუს 5/6 ხარისხად -1 მაგივრად უარყოფითი ხარისხი რომ მოვაცილოთ, იქნება უნდა შევაბრუნოთ ეს წილადი, ეს რიცხვი და მივიღებთ 6/5-ს. 2/5 უცვლელად გადავიწეროთ, გაყოფილი 3/2 ჯერ მინუსი რომ მოვაცილოთ, რიცხვი უნდა შევაბრუნოთ, დავწეროთ 2/3, ანუ 3/2 ხარისხად -2, მაგივრად 2/3 ხარისხად 2, ნუ ნიშანი არ შეგვიცვლია. ეს ნიშანი ამ ნიშანს არ ცვლის. პლუს 6/5 უცვლელად გადავიწერეთ. 2/5 გაყოფილი 3/2 რო ავიყვანოთ 2 ხარისხში არის 4/9. 2/3 ავიყვანეთ უბრალოდ 2 ხარისხში და მივიღეთ 4/9, 2-ის კვადრატი არის 4 და 3-ის კვადრატი არის 9. პლუს 6/5 უცვლელად დავწერეთ. აქ უბრალოდ ახლა გაყოფას შევცვლით გამრავლების 4/9 მაგივრად დავწერეთ 9/4, ჯვარედინად შევკვეცოთ და მივიღებთ 9/10-ს, ანუ 2 და 4 რო შეიკვეცებ, აქ 1 გვჭება, აქ 2, 2 ჯერ 5 არის 10, 1 ჯერ 9 არის 9, პლუს 6/5 უცვლელად გადავიწერეთ. ესენი რო შევკრიბოთ, უნდა გავაერთმნიშვნელიანოთ, საერთო ნიშნელი იქნება 10, 9-ს უნდა დავუმატოთ 6 ჯერ 2. იქნება 21/10 და ეს იგივეა რაც 2/1. ამოცანა 1/16 მეორე მოქმედებები უარყოფით ხარისხზე. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ავიყვანოთ ეს რიცხვი უარყოფით ხარისხში, ანუ -1 ხარისხში. უარყოფით ხარისხში რო ავიყვანოთ, ეს რიცხვი უნდა შევაბრუნოთ. ანუ 3/7 ხარისხად -1 იგივეა 7/13 ხარისხად 1 და 1 ან ხარისხს უბრალოდ არ უწერთ და რჩება 7/13 მინუს 2/13 ხარისხად -1 იგივეა რაც 3/2 გაყოფილი მინუს 2/13 ხარისხად -2. პირველ რიგში მინუს ხარისხი მოვაცილოთ, ანუ ეს 2/13 შევაბრუნოთ და 3/2 ხარისხად 2 დავწეროთ. ეს მინუსი ამ მინუსს არ გააფათილებს არც ერთ შემთხვევაში. აქ რაც გავაკეთებთ უბრალოდ ახლა ამ რიცხვს ავიყვანთ მეორე ხარისხში და დანარჩენები უცვლელი დავწოვოთ. 3/2 რო -3/2 რო კვადრატში ავიყვანოთ არის 9/4 კვადრატში აყვანა აფათილებს მინუს 3-ის კვადრატი არის 9, 2-ის კვადრატი არის 4. 7/13 უცვლელად გადავიწეროთ, 3/2 უცვლელად გადავიწეროთ და გაყოფილი 9/4 მაგივრად გამრავლებული შებრუნებულზე 4/9-ზე დავწეროთ. 7/13 აქ უცვლელად გადავიწეროთ და 2 და 4 შევკვეცოთ. აქ 1 დაგვრჩება, აქ 2. 3 და 9 შევკვეცოთ, აქ 1 დაგვრჩება, აქ 3, ანუ დაგვრჩა 2/13. 7/13-ს გამოკლებული 2/13 არის 5/13 და მთელი ნაწილი რო გამოვყოთ არის 1/2/13, იმიტომ რომ 5 გაყოფილი 3-ზე არის განაყოფში 1 და ნაშთში 2. 1/16 მესამე მოქმედებები უარყოფით ხარისხზე. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ 1/6 ხარისხად -1 ავიყვანოთ, -1 ხარისხში 1/6 ავიყვანოთ -1 ხარისხში. უარყოფით ხარისხში რო ავიყვანოთ, რიცხვი უნდა შევაბრუნოთ, ავიყვანოთ იმ ხარისხში. 1/6 რო შევაბრუნოთ არის 6, 6 ხარისხად 1 არის 6. გაყოფილი 3/5 მაგივრად დავწეროთ გამრავლებული 5/13-ზე პლუს -1/2 -3 ხარისხში რო ავიყვანოთ, ჯერ მინუს ხარისხში ავიყვანოთ, ანუ რიცხვი უნდა შევაბრუნოთ, 1/2 შებრუნებული არის 2 და -2 ხარისხად 3.
ეს მინუსი ამ მინუსს არ გააბათილებს. გამრავლებული 3/4-ზე უცვლელად გადავიწეროთ. 6 რო გავამრავლოთ 5/13-ზე არის 6 და 3 შეიკვეცება და არის 2 და დაგვრჩება 2 ჯერ 5 მინუს 8 -2 რო ავიყვანოთ 3 ხარისხში არის -8, ანუ კენთ ხარისხში როცა გვყავს უარყოფითი რიცხვი ნიშანი უნარჩუნდება, ლუც ხარისხში პლუსი ხდება. აქ მესამე ხარისხი კენტია და მინუსი დავწერეთ, 2-ის კუბი არის 8. გამრავლებული 3/4-ზე უცვლელად გადავიწერეთ. 2 ჯერ 5 არის 10, 8 და 4 შეიკვეცება, აქ 2 დაგვრჩება და 2 ჯერ 3 გადავიწერეთ. 10 - 2 ჯერ 3 უკვე არის 4. 1/16 მეოთხე მოქმედებები ხარისხი. მივყვეთ პირველ რიგში -1, ანუ 5 რა ავიყვანოთ -1 ხარისხში, რიცხვი უნდა შევაბრუნოთ 1/5 ხარისხად 1. უარყოფით ხარისხი გვაქვს. რიცხვი შებრუნებული ხარისხი იგულისხმება -3 გამრავლებული 3/2 ხარისხად პირველ რიგში უარყოფით ხარისხი ავიყვანოთ, ანუ 3/2 დავწეროთ 2/13 ხარისხად 2. ანუ უარყოფით ხარისხს როცა ვაცითებთ, რიცხვი შებრუნებულს წერთ. გაყოფილი ფრჩხილი 5, 3 ხარისხად 0 არის 1, -1/4 ხარისხად -1, 1/4 უნდა შევაბრუნოთ და დავწეროთ 4 ხარისხად 1, ანუ იგივე 4. 1/5 უცვლელად დავწეროთ და 2/13 რო კვადრატში ავიყვანოთ, 4/9 არის. 5 ჯერ 1 - 4 არის 1. ანუ გავყოთ 1-ზე. ანუ მარტო ეს 1-ზე გაყოფით რიცხვი იგივე რჩება, ანუ მარტო ეს ფრჩხილი უნდა გამოვიანგარიშოთ. 1/5-ს მინუს 3 გამრავლებული 4/9-ზე შეიკვეცება 3 და 9 და დაგვრჩება მნიშვნელში 3. 1/5-ს მინუს 4. საერთო მნიშვნელი არის 15, რიცხვებში დაიზერება 1 ჯერ 3-ს მინუს 5 ჯერ 4. 5 ჯერ 4 არის 20, 3-ს მინუს 20. უარყოფითი რიცხვია, 20 უნდა გამოვაკლოთ 3 და წინ უნდა დავწეროთ ნიშანი მინუსი. 20 - 3 არის 17 და მივიღეთ პასუხი -17 მე-15. მთელი ნაწილიც გამოვყოთ ბარემ. 17 გავყოთ 15-ზე არის განაყოფი 1, ნაშთი 2. ანუ -1/2 მე-15.